დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი რა არის? დღეს რვის ნახევარზე TBC გალერეა უმასპინძლებს ძალიან საინტერესო კონცერტს, რომელიც ტარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც ქვია Traveling Notes, მოგზაური ნოტები. ამ ფესტივალის იდეა რა არის? ქალბატონი ელენ ბრეგერი არის მისი წარმომადგენელი, რომელიც დააფუძნა ეს ფესტივალი 2007 წელს და ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს და ტარდება სხვადასხვა ქვეყნებში, იყო შტატებში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ახლა პირველად რა თქმა უნდა ტარდება საქართველოში და ამ 70 მუსიკოსიდან ნახევარი არიან ქართველი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები ნიჭერთა ათლედიდან, ნიჭერთა ათლედის ფონდს წარმოადგენს ასევე ჩვენი კოლეგა და ძალიან საინტერესოა ის რომ ასევე მონაწილეობენ წეროვანის სკოლის ბავშვები, დევნილი ბავშვები, რომელიც სკოლაც ააშენა TBC ბანკმა, TBC ფონდთან ერთად და ბატონი მალხაზი არის ამ ფონდის ხელმძღვანელი. ფესტივალი გაიხსნა გუშინ კუსკვაზე, დღეს იქნება პროგრამა ესეთია TBC ბანკში რვის ნახევარზე და დაიხურება 4 შაბათს 15-ში სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში. ხო, რა სიტყვას მე მგონი ჩვენი სტუმრები გვეტყვიან და მე უფრო დეტალურად შეგვიძლია კითხვებზე გიყვას. ძალიან სასიხარულო მე დიდი მადლობა მინდა უთხრა მოგზაური ნოტების ორგანიზატორებს, რომ მოიწონეს ჩვენი ბავშვები. ეს არის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ორკესტრი, რომელიც წელიწადზე ცოტა მეტია რაც არსებობს. მანამდე ჩვენმა ბავშვებმა ნოტების კითხვაც არ იცოდნენ და წელიწად ნახევარში წელიწადზე ცოტა ინსტრუმენტები არ ჰქონდათ, ჩვენ შევიძინეთ ინსტრუმენტები ამ ბავშვებისთვის და წელიწად ნახევარში მიაღწიეს ისეთ შედეგებს, რომ შესაძლებელი გახდა მოგზაურ ნოტებთან ერთად ამ ფესტივალში გამოსვლა. ეს არის მათი პირველი მცდელობა არენაზე გამოსვლის და კიდე უნიკალურია, იმიტომ რომ ჯერთი სასულე ორკესტრი ფაქტიურად აღარ არსებობს საქართველოში და მით უმეტეს ამასაკის და კიდე იმიტომ რომ ეს არის შერეული ქალთა და ვაჟთა, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს. არასოდეს აყოფილა საქართველოში. ანუ ეს ამ ხრივათაც პირველია, იმ ხრივათაც რომ არცერთ სკოლას არ აყავს თავისი სასულე ორკესტრი, ისიც რომ ეს ბავშვები არიან დევნილების ამოჩავრიდან და ახალგორიდან. ანუ ბევრი ინოვაცია არის ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ მათი პედაგოგები არიან კონსერვატორიის პედაგოგები, 4 კაციანი გუნდია, რომელსაც დავით ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს და რომლებიც თავდაუზადავად მუშაობენ ჩვენ ბავშვებთან. ძალიან კარგი იქნება თუ მოგზაურობით მოусმენთ მათ და ძალიან კაცრები არ იქნებით ეს პირველი გამოსვლა შეფასება. პირველი გამოსვლა არის მათი არის. Ellen's over a few words about the festival in general. Okay. The Traveling Notes. A bit louder. A bit louder. Traveling Notes exists since 2007. And we've been in several countries in Latin America and Europe, and now we are very happy to be in Georgia for our 2012 festival. We have 67 young musicians have gathered in Tbilisi from all over the world. Some have come from as far as Latin America, the United States, Canada, Europe, and then here in the region, Turkey, Azerbaijan, Armenia. We have a very diverse group. 11 different countries are represented in the orchestra. And those young musicians, very talented young musicians, they all come from different backgrounds and from different cultures, and they speak different languages. Yet the universal language of music has united them and has shown them something that they have in common. And that's really the basic premise for Traveling Notes, is to use music as a bridge to bring people together. And half of them are locals, no? Yes, of the 67 musicians, 32 are Georgians and 35 come from all these other countries. And we are very pleased with the warm welcome that we have received in Georgia. We have received a lot of support from many different sponsors on these invitations. You can see there are many sponsors. We have had a fantastic collaboration with the Paliashvili
school for gifted children, and the NGO, the foundation that they have founded to be able to support music arts in Georgia, and together it's really the festival has been done together with them, and as I said, too many sponsors to mention, but I do want to mention a few who went out of their way to assure the success of this festival. The Tbilisi State University, who has housed the entire orchestra for all the classes and the rehearsals for 2 weeks. The Ministry of Culture and Monument Protection, Tbilisi Municipality, the United States Embassy, the Black Sea Trust Fund, TBC Bank and TBC Fund for the Victims, and the Tbilisi State Conservatory. Those are really our main partners in this, and it's great. Yes, it is. I'm sorry. ეხლა ნიჭიერთ ათლეტის ფონდს ორი სიტყვით ხოვოთ. ორი სიტყვით რო გითხრათ, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა ნიჭიერთ ათლეტი და მასთან არსებული ფონდი, სამუსიკო ხელოვნების განვითარებლის და მხარდაჭერის ფონდი საქართველოში გახლავთ თანა ორგანიზატორი და ასევე მხარდამჭერი აი ამ ფესტივალისა მოგზაური ნოტები 2012. რისთვისაც ძალიან მოხარულები ვართ და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ აი ამ ორკესტრის ნაწილზე მეტი, ნახევარზე მეტი ბავშვები სწორედ რომ ნიჭიერთა ათლეტის ბავშვები არიან და რაც ასევე ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. კითხვები თუ გაქვთ, იპასუხოთ. თორემ თავისუფლად. გუშინ გაიხსნა გუსტვაზე, დღეს იქნება TBC გალერეაში და 15-ში 4 შაბათს დასრულდება. მოგზაური ნოტები მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, როდის დაუბრუნდება საქართველოს ისევ და άλλη პროგრამა. When are you planning to come back to Georgia on the second time? Well, actually we Let's have see how it goes this time. Let's see how it goes this time, but we have been thinking about repeating Georgia because, as I said, the welcome has been so incredible that we are actually thinking of changing our strategy and not continue to go from country to country, but to actually stay here. So we still have to finalize our plans for next year. As Tamuna said, let's get through this one first, but we are thinking of Georgia. I hope to that repeat. our local musicians will travel worldwide afterwards. Of course. Next. ეს ჩვენი ბავშვები მე უკვე წავლენ სხვა ქვეყნებში, როდესაც გაგრძელდება ეს ფესტივალი და ამ ხრივად ძალიან საინტერესოა. What's the next destination? Well, we don't know yet. We're talking to. We've received invitations from different countries, and so we have to. პროცესში. მაგრამ ეს ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ იქ უკვე როგორც უცხოელების სტატუსით. ელენ ბრეგერი არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მოგზაური ნოტების. თამარ კვაშალი, ეს ნიჭიერთა ათლეტის ფონდი. მალხაზ ჩუგოშვილი, TBC ფონდი და თამარ კირველიძე, TBC ბანკი. ეხლა ჩავწერეთ ცალკე რაც